მოგესალმებით, ჩვენ წარმოვადგენთ სტუდენტურ მოძრაობა მწვანე მუშტს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ, რომ ეს არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, პოლიტიკური ჯგუფი, ან ასე პარტიასთან, რომელიმე პარტიასთან დაკავშირებული გაერთიანება და ასე შემდეგ. ეს არის გარემოს დაცვითი, მემარცხენე ღირებულებებზე ორიენტირებული სტუდენტური მოძრაობა. მოგეხსენებათ, ხვალ არის ლევა ლორთქიფანიძე, ნიკა წიქარიძე და სალომე ჭანტურიძე. მოგეხსენებათ, ხვალ არის პირველი ჩვენ ვართ ძირითადად სტუდენტები, სტუდენტური მოძრაობა არის, წარმოვადგენთ მეტწილად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სხვა სასწავლებლებსაც. მოგესალმებით, ხვალ არის 1 მაისი, შრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე. ამ დღეს აღნიშნავს მთელი პროგრესული სამყარო, მაგრამ ვინაიდან პოსტსაბჭოთა სტერეოტიპები საქართველოში ძლიერად იყო ფესვგამდგარი, ჩვენთან იშვიათად აღნიშნავდნენ, მაგრამ შარშან ეს სტერეოტიპი დაირღვა, ჩვენი მოძრაობაც აპირებს 1 მაისო დემონსტრაციის ჩატარებას. 5 ქალაქში ტარდება ეს დემონსტრაცია, მათ შორის თბილისშიც. ჩვენ მივიჩნევთ, რომ თბილისის დემონსტრაციას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ გასამართ დემონსტრაციას მეტნაკლებად სტრატეგიული თვალსაზრისით აკონტროლებს საქართველოს ხელისუფლება. ეს კარგია თუ ცუდი, ეს თავად მოსახლეობამ, თავად მუშებმა, თავად დასაქმებულებმა გადაწყვიტონ. ჩვენ მივიჩნევთ, რომ ხელისუფლების მიერ სტრატეგიულად კონტროლებადი აქცია მაინც და მაინც დიდ შედეგებს ვერ გამოიღებს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაპირებთ დაბა კაზრეთში წასვლას. დაბა კაზრეთი გახლავთ ბოლნისის რაიონში მდებარე დასახლება, სადაც აი ეს ნეოლიბერალური წესრიგის ყველა შედეგი კარგად ჩანს. იქ ინვესტორის ინტერესებიდან გამომდინარე ხდება როგორც გარემოს განადგურება და დაბიძურება მიმდებარე ტერიტორიების, ხდება კულტურული მემკვიდრეობის განადგურება საყდრისის ოქროს მაღაროს სახით და რაც მთავარია, ხდება მუშათა უფლებების შეცვლა. ჩვენ სამივე მათგანი, ჩვენმა ორგანიზაცია მოგვავლინა, რომ მოკლე თემები, მოკლე მოთხოვნები ჩამოვაყალიბოთ. მე შრომის უფლებებზე ვისაუბრებ, ბატონი ნიკა ისაუბრებს გარემოს დაცვაზე და სალომე ისაუბრებს კულტურულ მემკვიდრეობაზე. ხვალ ეს ყველა მოთხოვნა მანიფესტის სახით გამოქვეყნდება 1 მაისო დემონსტრაციაზე დაბა კაზრეთის ცენტრში. მოკლედ მოგახსენებთ შრომის უფლებების შესახებ, შრომის უფლებებზე საუბრისას ჩვენ ძირითადად შრომის უფლებებზე საუბრისას ჩვენ ძირითადად ვეყრდნობით ევროპის სოციალურ ქარტიას. მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოში დასაქმებულის, ანუ მუშის უფლებების უზრუნველყოფა შეუძლია მხოლოდ ევროპის სოციალური ქარტიის რიგი მუხლების რატიფიცირებას. ეს ამ დოკუმენტის გარკვეული ნაწილი საქართველოს ხელისუფლებას აქვს რატიფიცირებული, მაგრამ არ არის რატიფიცირებული მესამე მუხლი, მაგალითად, რომელიც ითვალისწინებს უსაფრთხო და ჰიგიენური სამუშაო პირობებით სარგებლობის უფლებას. დღეს საგანგაშო სტატისტიკაა ჩვენს ქვეყანაში, უკანასკნელი წლების განმავლობაში 200-მდე მუშა დაიღუპა სამუშაო შესრულების დროს, 500-მდე კი დასახიჭრდა. სასიკვდილოდ სხვათა შორის ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ამის აბხუბობხრა შეუძლია ევროპის სოციალური ქარტიის მესამე მუხლის რატიფიცირებას, ანუ შრომის, ჰიგიენის და სხვა პირობების დაკმაყოფილებას სამუშაო ადგილებზე და ევროპის სოციალური ქარტიის დებულებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვას. მეორე მუხლი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ ევროპის სოციალური ქარტიიდან, ეს გახლავთ 22 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს საწარმოს სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროექტებში მუშების ჩართვას, ანუ საწარმოს მართვაში მუშათა თანამონაწილეობას. ეს მუხლიც არ არის რატიფიცირებული, შესაბამისად დღეს ინვესტორი სრულიად დამოუკიდებლად მუშათა კონტროლის და თანამონაწილეობის გარეშე იღებს გადაწყვეტილებებს, აგდებს სამსახურიდან სოციალურ დისკრიმინაციაში ამყოფებს დასაქმებულებს. ეს არის საერთაშორისო კანონმდებლობიდან გამომდინარე მოთხოვნები. გარდა ამისა, ჩვენ აუცილებლად მივიჩნევთ მინიმალური ხელფასის ინსტიტუტის ჩამოყალიბებას ჩვენს კანონმდებლობაში. ეს რას ნიშნავს? კაზრეთის საწარმო, რომლის შემოსავალი არის რამდენიმე ასეული მილიონი ლარი, ის თავის მუშას 300 ლარს ვერ უნდა უხდიდეს. ის უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ და უნდა უთხრას, რომ მინიმალური საკანონმდებლო ხელფასი უნდა იყოს ესა და ეს თანხა. ამას შემდეგ გარკვეული პროცედურები განსაზღვრავს. ეს ხდება ევროპის ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გარდა ამისა, დავასრულებ, გარდა ამისა აუცილებლად მივიჩნევთ ცხადია შრომის ინსპექციის შექმნას, რომელიც გააკონტროლებს ამ რატიფიცირებული მუხლები რამდენად სრულდება და რამდენად არა და ასევე აუცილებელი არის შრომის ჯანდაცვისა და შრომის მინისტრის ბრძანებულება 6 დეკემბერს 2013 წელს გამოიცა ეს დადგენილება, მთავრობის დადგენილება, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს
შრომის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრი ზღუდავს გაფიცვის უფლებას მთელ რიგ სფეროებში. აქედან გამომდინარე ამ დადგენილების ხელახალი ფორმირება უნდა მოხდეს. რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვითხოვთ ევროპის სოციალური ქარტიის მესამე და 22 მუხლების რატიფიცირებას, რაც უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების პირობებს და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მუშათა თანამონაწილეობას, ვითხოვთ მინიმალური ხელფასის განსაზღვრას, ვითხოვთ ჯანდაცვის მინისტრის დადგენილების გაუქმებას, რომელიც გაფიცვას ავიწროვებს და ვითხოვთ შრომის ინსპექციის შექმნას, რომელიც გააკონტროლებს საწარმოო დაწესებულებაში შექმნილ ვითარებას და გადაარჩენს უამრავ მუშას, რომელიც ყოველდღიურად სიცოცხლის ზღვარზე მუშაობს. ეკოლოგიის შესახებ ნიკა ისაუბრებს, სალომე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ და შემდეგ კითხვებს უპასუხებს. დიახ. აბა როქი დავა. კი. მოკლედ ვიტყვი, არ ვიტყვი. დავიწყო, როცა ლევანმა ისაუბრა შრომით უფლებებზე, რაც შეეხება გარემოს დაცვით სფეროს, აქაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ყაზრეთი და განსაკუთრებით მთლიანად ბოლნისის რაიონი და ჩვენ ხვალ დავაყენებთ ამ პრობლემასაც, იმიტომ რომ ჩვენ გვიერთდებიან ასევე სოფელი ბალიჭისა და დიდი დმანისის მოსახლეობა, რომლებიც განიცდიან ამ ეკოლოგიური კატასტროფის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს და ასე ვთქვათ, ისინი შემოგვიერთებიან ჩვენ ამ პროტესტში და საბოლოო ჯამში გაერთიანდება ყველა ეს პრობლემა, რადგან კომპანია RMG Gold-ი რატომღაც სახელმწიფოს მიერ არის ახალისებული და კანონდარღვევების შედეგად ის აბინძურებს გარემოს. თვითონაც აღარ უარყოფენ უკვე რომ ეს დაბინძურება მიმდინარეობს და ამასთანავე ისინი არღვევენ კანონმდებლობას. ერთხელ უკვე დაირღვა გამოსატუტ მოედნებთან დაკავშირებით კანონი, ასევე დაირღვა კანონი, რომელიც შეისწავლა ასევე გარემოს დაცვის სამინისტრომ, თუმცა რეალურად დიდ ქმედი ნაბიჯებს ისინი ვერ დგავენ, თუმცა 2 მილიონამდე დაითვალა ზარალი, რომელიც ამ ნარჩენების ჩაღვრის შედეგად გამოიწვია, იქნა გამოწვეული რეგიონში. ასევე არის მრავალი დასკვნა, რომელიც ადასტურებს მძიმე მეტალებით დაბინძურებას იქაური პროდუქტის, რომელიც შემდეგ, რა თქმა უნდა, თბილისში და საქართველოს სხვა რეგიონებში ასევე იყიდება და ადამიანები ამას ყოველდღიურად ასე ვთქვათ იღებენ. და საბოლოო ჯამში ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება იყოს ჩართული ამ პროცესებში და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვისას უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი საზოგადოება, რადგან სამწუხაროდ იმ პოლიტიკის შედეგად, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო, ამას ქვია თავად როგორც უწოდებენ რესურსების ბუნებრივი რესურსების მაქსიმალური ათვისება, იწვევს იმას, რომ ადამიანები არიან უგულვაყოფილები, კანონმდებლობას საერთოდ ყურადღებას არ აქცევს და მხოლოდ ზედა ეშელონები კომპანიის, სხვადასხვა კომპანიებისა იღებენ მოგებას. ხოლო საზოგადოება რჩება ასე ვთქვათ მოგების გარეშე და პირიქით არის ამ გარემოს დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ და ეს კომპანია ასევე იწვევს იმას, რომ სოფელ ბალიჩში ზიანდება აფეთქებების შედეგად, ღია მოპოვების შედეგად სახლები, ბინძურდება იქაური სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ყველაფერი ეს იწვევს იმას, რომ საზოგადოება უკვე ვეღარ ითმენს და 1 მაისს ისინი ჩვენ შემოგვიერთდებიან და თავიანთ სიტყვას იტყვიან. იმიტომ რომ ეს პირდაპირ დაკავშირებულია რესურსების არასწორ და ელიტარულ გადანაწილებასთან. მადლობთ. მოგესალმებით. კულტურის პოლიტიკას რაც შეეხება ქვეყანას საერთოდ არ გააჩნია კულტურის პოლიტიკა და ჩვენ ვსაუბრობთ მუშების დაცვაზე, თუმცა ძალიან ხშირად ვთქვით ხოლმე დაუცველ მინისტრებს და ვხედავთ, რომ სამთავრობო ერთპიროვნული გადაწყვეტილებებია, რომელსაც მინისტრებიც კი ვერ ეწინააღმდეგებიან და სამწუხაროა ის, რაც ქვეყანაში ხდება, კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთი საკმაოდ აშკარა მაგალითი, დაცვის მაგალითი ვიღეთ, საყდრისის ოქროს
მაღაროსთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ჩვენი დასაცავი ძეგლი, უამრავი პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით, თუმცა სამწუხაროდ ჯერ ვერ მოხერხდა, რომ საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა იმ პრობლემაზე, რაც რეალურად არსებობს. დაუცველია არამხოლოდ უბრალო მუშები, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებიც, ჩვენ გვაქვს მუდმივად მათთან კავშირი და მათ არ აქვთ იმით საშუალებაც კი ჩვენ მხარი დაგვიჭიროს და რეალურად თავიანთი მოსაზრებები, თავიანთი აზრი დააფიქსირონ ყველა იმ პრობლემასთან დაკავშირებით, რაც ხდება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით. და სამწუხაროა ის, რომ სწორედ რესურსების მაქსიმალური ათვისების პოლიტიკას ეწირება ხოლმე უამრავი ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ნიმუში, რომლის მაგალითიც უნდა იყოს კაზრეთის ოქროს მაღარო, თუმცა მოსახლეობის წინააღმდეგობამ კაზრეთელ მუშებთან ერთად მოახერხა ის, რომ აქამდე ეს ძეგლი მოვიტანეთ, აქამდე ესე ვთქვათ, ჯერ ვერ მოხერხდა ბოლომდე ათვისება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ მუშებთან ერთად, კაზრეთელ მუშებთან ერთად, რომლებსაც ძალიან ცდილობენ დაუპირისპირდეს კომპანია RMG Gold-ი, რომელსაც საკმაოდ დიდი ძალაუფლება გააჩნია და რესურსები იმ ტერიტორიაზე და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ერთად მოვახერხებთ, შევძლოთ დაუპირისპირდეთ იმ ძალადობას და იმ არასწორ პოლიტიკას, რაც ქვეყანაშია გატარებული. კულტურის მხრივ უამრავი პრობლემაა და კულტურა ძალიან, ესე ვთქვათ, ყურადღება მიუქცეველი მიმართულებაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არანაირი გამოსწორება არ იქნება თუ არ მოხდება ზოგადად ქვეყნის მიერ კულტურის როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულების აღიარება და თუ არ შეიქმნება ქვეყანაში კულტურის პოლიტიკა. თუმცა სამწუხაროა, რომ აქამდე ეს ვერ მოხერხდა და როგორც ჩანს, არც ეს ხელისუფლება არ აპირებს კულტურა გახდეს ჩვენი ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებში და ძალიან ცუდია თუ ეს ესე იქნება და თუმცა ჩვენ შევახსენებთ აქ ხვალინდელი გამოსვლით ჩვენ გავაცნობთ კულტურულ მანიფესტსაც ჩვენს მოსახლეობას და ეს პრობლემები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. კულტურა, ეკოლოგია, ადამიანის უფლებები, ჩვენი ამოსავალი უნდა იყოს ადამიანი. ყველა მისი, ესე ვთქვათ, ფასეულობა და ადამიანის შემოქმედების, შრომის უფლებებს გაუსვათ ხაზი და რაც თავარია ამ ადამიანებს ვაგრძნობინოთ ის, რომ მათ ეკუთვნით ამ ქვეყანაში ღირსეულად ცხოვრება, კულტურული მემკვიდრეობაც არის მათი საკუთრება და ჩვენ ერთად უნდა შევქმნათ ქვეყანა, რომლის ამოსავალი ღირებულება იქნება ადამიანი და მისი შემოქმედება. ხვალ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დავიწყებთ ჩვენს მსვლელობას 11 საათზე შევიკრიბებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უკვე 12 საათიდან გავალთ თბილისიდან სტუდენტები ვიქნებით, ხაზს უსვავთ იმას, რომ ჩვენ ვემიჯნებით ყველა პოლიტიკურ პარტიას და არ ვიქნებით მათთან ერთად. სტუდენტები, თავისუფალი სტუდენტური მოძრაობა მწვანე მუშტი გამართავს კაზრეთში უკვე 4 საათზე. 2 საათზე უკვე გამართავს აქციას და ჩვენი მსვლელობით მერე გადავინაცვლებთ სხვადასხვა სოფლებში. იყვნენ ჩვენი წარმომადგენლები უკვე იქ ჩასულები, მოსახლეობასთან გვაქვს კონტაქტი და სამწუხაროდ ეხლა ვერ ვახერხებთ ჩვენი რესურსებიდან გამომდინარე სხვა კუთხეებს შევეხმიანოთ ჩვენ თავად, თუმცა გავაჟღერებთ იმ პრობლემებს, რაც არსებობს ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში. უმძიმეს მდგომარეობაშია ჭიათურაში მუშები, ასევე ზესტაფონში, ყიბულში, აი უამრავი პრობლემა არსებობს, თუმცა სამწუხაროდ სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს პოლიტიკა და ჯერ კიდევ ცდილობს ეს 1 მაისის დემონსტრაციაც კი საკუთარი მიზნების შესაბამისად გამოიყენოს და ჩვენ ვეცდებით, რომ ხვალ სტუდენტებმა მუშებთან ერთად გავაპროტესტოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ხარი დაუჭიროთ რეგიონებს და უნდა გაცდეს თბილის ყველა ეს აქცია, უნდა მოვიცვათ მაქსიმალურად რეგიონები, რადგანაც რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ისინიც ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები არიან და მათთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. და სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჩვენ კაზრეთში ხვალინდელი აქციისთვის, კაზრეთი ხვალინდელი აქცია. აი ეხლა მაშინ აქვე უნდა ვთხოვოთ ისევ გოგონებს. რამდენს არ შეგხვდათ? გადმოგზავნეთ შეგვიძლიათ. მოდით, ეხლა ეს ნექსტ ავისთავოთ ასევე ჩვენ გვერდზე Facebook-ზე არის Greenpeace მწვანე მუშტი.
იმენზე წერია პირდაპირ. მოდით ახლა მე მირჩევნია რომ ჩავიწერო თქვენი და დღეს